Damit ჩავფიქრდეთ, რას მოიცავს ეს მშვიდობა. არის მშვიდობა სიმშვიდის გარანტი? რა თქმა უნდა არის. და რომ დავფიქრდეთ, არის კავშირი ამ სიტყვასა და ნდობას შორის. ამ კითხვის პასუხი არც ისე მარტივი და ალბათ ყველასთვის სხვადასხვაგვარია. თუმცა ჩემთვის მშვიდობაცაა და მშვიდობაც. როცა რამდენიმე წუთის წინ პირველად გავიგე ამ თემის სათაური, იმ წამსვე დავფიქრდი და მივხვდი. ყველა მშვიდობა არ არის. დიახ, მშვიდობაცაა და მშვიდობა. რა განსხვავებაა? თუ მზე კაშკაშებს მშვიდობაა. თუ მზე სისხლისგან კაშკაშებს, ესეც მშვიდობაა. თუ მზე სისხლიან ქუჩებს ანათებს, ესე იგი აქ ჯუნგლისკენ რომილებს. მაგრამ თუ მზე სისხლიანად ანათებს და თან არ ათხოვს, აი სწორედ მაშინ აღარ არის მშვიდობა. დავუბრუნდეთ ჩვენს მიერ უკვე ნახსენებ ფრაზას. მშვიდობაცაა და მშვიდობაც გითხარით მე. როდესაც ჩვენში მშვიდობის ელემენტები ხაერში გაბნეული ნაწილაკებით ხდება, მაგრამ მაინც გვაქვს იმედი, რომ ყველაფერი გაივლის, ეს ნდობაა. რატომ ნდობა და არა რწმენა? იმიტომ, რომ ჩვენ კი არ გვწამს იმის, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ უბრალოდ ვენდობთ უფალს, ოჯახს, საკუთარ თავს, ამ უბრალო გამლეს, რომელიც უბრალოდ სინათლეში მოხდავს. მშვიდობაცაა და მშვიდობაც. თუ ნელი სიო ბალახტელა მონება მშვიდობაა. თუ ძლიერი ქარიფრის, ესეც მშვიდობაა. თუ ქარს სისხლის სუნი მოაქვს, ომია. მაგრამ თუ ქარს შეუძლია ხეები მოგვიჭერს, აი სწორედ მაშინ აღარ არის მშვიდობა. მშვიდობაცაა და მშვიდობა. მშვიდად მინდობა, როცა ჩვენი დედის სიმღერის გაგონებაზე წივიწვევთ. ენდობა ამ ხმას და მშვიდდება. სწორედ მაშინ იშენდება ოთახის კედლები მშვიდობა. თუ სხვა წყნარია მშვიდობაა. თუ ზღვის წყალი ნელა იმღვრევა, ესეც მშვიდობაა. თუ ზღვას ნაპირზე ცხედრები გამოაქვს, ომია. მაგრამ თუ ზღვის წყალები ისე ეხეთქება კლდეებს, რომ ქვები ცვივა და თუ ზღვის ხმაში არეული შისისგან წარმოქმნილი ყვირილი ისმის, ეს უკვე მშვიდობა აღარ არის. გიგრძნიათ, როგორ მშვიდად ხართ წიგნის კითხვისას? მივხვდარ ხართ, რომ ამ წიგნის ავტორს ენდობით, ჩვენ ვენდობით საყვარელ მწერალს, ვშლით მის წიგნებს, ვეხებით ფურცლებს და საკუთარ თავში ვყვავილობთ მშვიდობას. თუ ეკლესიის ზარები რეკავენ, მშვიდობაა. თუ ეკლესიის ზარები გაბნულად რეკენ, მაინც მშვიდობაა. თუ ეკლესიის ზარები მაშინ რეკენ, როცა მღვდელზე ებარებოდეთ მიწას ისმის, ომია. მაგრამ მაშინ, როცა ეკლესიის ზარები თვეების განმავლობაში არ იწვიან და მთელი ეს დრო დუმილი ისმის, მშვიდობა აღარ არის. როდესაც ეკლესიაში შევდივართ და სანთლებს ვანთებთ, დაუფიქრებლად ვუცხადებ ნდობას ხატებს, სანთლებსა და მამაკაცებს. ჩურჩულით, მუხლებზე დაჩოქილი ვითხოვთ მშვიდობას მთელ სამყაროში და ვენდობით მას. გუშინ, როდესაც ღიმილზე ვსაუბრობთ, თქვენ კი რამდენიმე წამს ჩემი თხოვნით გაჩვიდით და დაფიქრეთ, ხიზი შეიძლებოდა ადამიანების გაგენება, თქვენ მენდეთ მშვიდობისათვის. თავად ღიმილშიც რაოდენი დიდი ნდობაა დაფიქრებულ ხართ და მაინც, თუ მეეზოვე ეზოს ალაგებს მშვიდობაა. თუ მეეზოვეს ჩაეძინა და დალაგება დაავიწყდა, მაინც მშვიდობაა. თუ მეეზოვეს არ შეუძლია დაალაგოს, იმიტომ რომ ირგვლივ დაჭრები არიან, ომია. მაგრამ თუ მეეზოვე დამწყნარი თითებით იწმენს ცრემლებს, იმიტომ რომ ბავშვებმა დასცინეს, მშვიდობა იწითება. მინდა დავფიქრდეთ, მშვიდობაზე ვსაუბრობ და არა სიმშვიდეზე. მინდა მენდოთ, არამრევია ერთმანეთში ეს ორი ცნობა. კვლავ მშვიდობაცაა და მშვიდობა. ასე მესახება მე ეს ყველაფერი და მაინც, თუ მოწმენდილიცაა, არსად არის ზომი, ჩიტების ჭიკჭიკიც ისმის და მზეც ანათებს, მშვიდობა მაინც არ არის, იმიტომ რომ აი იქ, სადღაც კუთხეში, ეკლესიის კედელთან, იმ ეკლესიის, რომლის ზარებიც ისევ რეკენ, თვალწრემლიანი, ხელგამოჭრილი პატარა ბიჭის, რომელმაც არ იცის რა არის ღიმილი. ძალიან მხატვრული სიტყვა იყო, დიდი მადლობა ასეთი არაჩვეულებრივი მხატვრული, კარგი ქართული მოწოდებული მხატვრულ პოეტურ ნაწარმოებზე. მე ვიტყოდი, ისე ძალიან საინტერესოა, აი საკმაოდ რთულია ჟიურის შეაფასო თქვენი ნაწარმოებები თავისებურად გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის შემოქმედებითი ასე ვთქვათ გამოფწინებებით და ეს ძალიან მიხარია პირადად მე მგონი ჩემი კოლეგები იზიარებენ ამ ჩემს სიხარულს, იმიტომ რომ საოცრებაა მართლა რომ ამდენი სხვადასხვა ტიპის ნიჭის გამოვლინება ნახო და ეს მე მინდა ყველას გითხრათ კომპლიმენტი, იმიტომ რომ ეს საოცრება ეს ბოლო თქვენი გამოსვლაც ახლა მე
ჩავიწერე, ძალიან პოეტურია. იმიტომ რომ რაღაც ვარიანტში შეიძლება იყოს ეს ძალიან პოეტურია მეთქი და ამის გარდა ესეთი რამდენიმე მომენტი აღნიშნეთ თქვენ აქ. ერთ-ერთი არის ის, რომ ეკლესიას უნდა კონდეს ეკლესიას აქვს კავშირი მშვიდობასთან, რა თქმა უნდა აქვს და მე გავიხსენებ თქვენ სხვადასხვა შეგიძლიათ გაეცნოთ ეს რუსულ ენაზეც არის და ალბათ ხარხებოც განვითაროთ, მაგრამ ინგლისურადაც არის ჯონ პოლ ლედერაკი, რომელიც გახლავთ ასე ვთქვათ რელიგიური მშვიდობის მყოფელების წარმომადგენელი ცენტრალურ ამერიკაში იყო და საშინელი ძალადობის კერა იყო ცენტრალური ამერიკა, ეგრეთ წოდებული ბანანის რესპუბლიკები, გვატემალა, სალვადორი და ასე შემდეგ და ჯონ პოლ ლედერაკს ძალიან ბევრი აქვს დაწერილი სწორედ ნდობის აღდგენაზე. ჯონ პოლი დაახლოებით 60 წლის კაცი ახალგაზრდა კაცია პრინციპში არის მოხუცი, მაგრამ 20 წლიდან ამ საქმეშია და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი სწორედ ნდობის დაგროვების საკითხებში. ნდობის აღდგენა და დაგროვება ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მშვიდობის დამყარების და აღმშენებლობის პროცესში და ეს ძალიან დიდი როლი ამაში სხვადასხვა ცენტრალურ ამერიკაში სადაც იყო საშინელი ძალადობა დღემდეც არის როგორც კულტურული ესე სტრუქტურული მაგრამ პირდაპირიც სადაც არქიეპისკოპოსი მოკლეს არა გახსოვს თქვენ არ გახსოვთ მაგრამ საკითხული გექნება არქიეპისკოპოსი რომერო რომელიც ღარიბების კომაგინი იყო და დაუდგა ღარიბებს ამ მდიდარი ხუთის წინააღმდეგ ჩაცხრილეს ეკლესიაშივე სიკვდილის ესკადრონები ყავს სიკვდილის ბრიგადები მანდარი მოგონილი ეს ტერმინი ეს გადაცმული უფორმა პოლიციელები დადიოდნენ და კლავდნენ ყველას ვინც ხმას ამოიღებდა უსამართლობაზე და მშვიდობისთვის რაღაცას იტყოდა და ისწორედ რელიგიური მოღვაწე იყო გუტიერესი იგივე და რელიგიური მოღვაწე იყო არქიეპისკოპოსი ოსკარ რომერო რომელიც შეეწირა 1991 წელი იყო აი ამ სოციალური სამართლიანობის საკითხს და ეს ძალიან მნიშვნელოვნად დააყენეთ ეს საკითხი და გარდა ამისა მე ძალიან მომეწონა კიდევ ერთი გაიელვა თქვენში თქვენ ახსენეთ მეცნიერული ელიტროდან კულტურული და სტრუქტურული ძალადობა ის რომ აი ვიღაცას დასწინიან ბატონ ლევანთან მქონდა მე საუბარი როცა ვიყავით კოფი ბრეიკი ქვია თუ რა ქვია მას ესე იგი ჩემი ბატონი შეშფოთება ქართული დალოცვილი სიტყვა არის და აი ამ პროგრამით ჩასულები ადამიანს შეიძლება გაგიზდეს ამისგან ეს ძალადობა დაცინვა საშინელი ძალადობა ესეც ძალადობის ფორმა არის და ადამიანის დამცირება საერთოდ და ამას ვერბალურ ძალადობასაც უწოდებენ არავერბალურ ფსიქოლოგიურ ძალადობასაც უწოდებენ გალტონი ამას კულტურულ ძალადობას უწოდებს კულტურაში გამოხატულ ძალადობას და მეორე რაც თქვენ ახსენეთ ეკლესიის იბესთან მჯდარი ბიჭი რომელიც პირისთან რომელიც მშიერია და ეს არის უკვე სტრუქტურული ძალადობის მსხვერპლი გალტონის ტერმინოლოგიის თორისადგებო და ამაზე ჯონ პოლ ლედერაკი ძალიან ბევრს საუბრობს ხოთშორის რომ როდესაც არ არის სოციალური თანასწორობა მაშინ ჩათვალეთ რომ ომია საზოგადოებაში უკვე მშვიდობა არ არის შეიძლება გარეგნულად იყოს ეს ნეგატიური მშვიდობა მაგრამ ომი არის ცნობილი გამოთქმა არა რომელიც საქართველოში გიამაისაშვილმა დააკვირა რა no justice no peace არ იქნება სამართლიანობა მათ შორის სოციალური და არ იქნება მშვიდობა არც ერთ შემთხვევაშიო და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენს მეცნიერებაში იმიტომ რომ შესწავლილია უკვე სტატისტიკური ციფრებიც არსებობს სადაც სიღატაკე და სიღარიბია და სადაც ადამიანებს ჩაგრავენ ექსპლუატაციას უკეთებენ და ამცირებენ იქ ძალადობა ყოველთვის ბევრად მეტია აქ ეს პირდაპირ პროპორციულ კავშირში არის ძალადობასთან ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ძალიან კარგი იყო შემდეგში ესე იგი ეს პოეტური გავაგრძელოთ მაგრამ ამავე დროს ცოტა იგივე გელას რჩევას დავუბრუნდები რომ ცოტა მომიშველი ხოლმე თქვა ციფრების და მეცნიერული ანალიზით ამ შემთხვევაში ეგ საერთოდ სრულყოფილს გახდეს მთლიანად ყველაფერს. გაიხარეთ დიდი მადლობა ახალგაზრდებს. ვფიქრობ რომ შესანიშნავი დასასრული იყო ანუ ჩვენი გამოუცემლებისა იმიტომ რომ გისმენთ ძალიან გულისხმობით და სადღაც მიფრინავდი რაღაც ისე მართლა პოეტურად იყავით
მე რო ახსენე რომ გუშინო თუ წუთიერი დუმილი მოითხოვე ისე ვისმენდი რომ მეთქი გუში სადღაც აქ ვიყავი მეთქი და იმიტომ მართლა კარგად იყო სტრუქტურულად გამართული იცი რას ვიტყოდი რომ ანუ ესეთი ახალგაზრდებს აი გიორგი გამოვიდა თავისი პრობლემატური საკითხები და თავისი ხედვები და თავისი აზრები წარმოგიჩვენა აგერ ანა გამოვიდა ანგლობალური საკითხები და საბოლოოდ ნათიამი ესე harmoniულად და პოეტურად დაასრულა ასე რომ მე ვფიქრობ რომ მშვიდობის რაღაცა კონცეფციაზე აუცილებლად ეს ახალგაზრდები მიიღენ ესეთი ამ თემების გაერთიანებით ასე რომ მინდა ჩვენ გუში სამშტავე ეხლა იცით მართალია რომ არ შეიძლება არ დავეთანხმოთ ირაკლის იმაში როცა ის ამბობს რომ სამ თემაზე ვლაპარაკობთ ამ დაგის სპეციალისტია და რადგან ამ თემაზე ვსაუბრობთ ის ამ დაგის როგორც ამ სტარტის ეს საქართველოში ამ დაგის სპეციალისტები პრაქტიკულად არ არის. ჩვენ ყოველთვის კარგი სპეციალისტი რაც სპეციალისტობა ქვია. ამ თემაზე ბევრ ადამიანმა შეიძლება აზრი გამოთქვას, მაგრამ ამ დაგს ეს არის მეცნიერება და ამ დაგის მეცნიერია ირაკლი და რა თქმა უნდა როგორც ამ თავის პატრიოტი თავისი საქმის არა ამას თხოვ ეს ბუნებრივიც არის მის გაკეთება. უბრალოდ მე მინდოდა ამით რომ აი ეს ფაქიზი ეს სინაზე სული სინაზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და ეს რაღაც ძალიან ქართული იყო და ძალიან ნამდვილი რომ ამით დავამთავრებ ჩვენი გამოსვლები არ შეიძლება რომ არ ხაზი არ დაესვას თუნდაც აზრის სიღრმეს რომელსაც თქვენ არ ვითარებთ თუმცა თქვენ ამბობთ რომ მშვიდობა ეს ომია და ეს აი მშვიდობა არ არის აი ეს არის ძალიან ზუსტი სულის მდგომარეობა გუშინაც და დღესაც სპეციალურად ყოველთვის მე ვამბობ იმას ახერხებ, მაგრამ ვტოვებ, ანუ გაძლევთ იმ საფრთხეს, რომ თქვენ თვითონ ნებისმიერმა ადამიანმა თავისნაირად თავისთვის აღიქვას გუშინაც გააკეთეთ ეს, დღესაც გააკეთეთ ეს და ეს არის ეს კონკრეტული და ეს ფაქიზი, სინაზე, ეს რაღაც ლამაზი ამიტომ უწოდეს შემამებობა პოეტური და ასე შემდეგ პოეტური და თავისთავად ცხადია, მაგრამ ამ საკითხის ამ ესეთი მიდგომა, მაგრამ აი ეს აზრი რომ აი მშვიდობა და არის როგორც აღობდა ხო, სიკეთის და პორტების მიღმა კიდე ხო, ეს მეორე მხარეს კიდე აი მშვიდობისა და ომის მიღმა. აი რაღაც აი ამ თემას წერთ ეს არ არის მარტო მხატვრული, თუმცა ეს ფილოსოფიური თვალსაზრისით, ფილოსოფიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვფიქრობ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ და პირადად რაც მოგისმენთ და შესანიშნავი მოხსენება გააკეთეთ და გიგოცავთ ამ მოხსენებას. მე იმედი მაქვს, რომ აი რადგან ვამთავრებთ ახლა გამოსვლას, რომ მოხერხდება არა მარტო ამ ტექსტების ელექტრონულ ვერსიაში აკრება და Facebook-დან დავსრულება, არამედ მოხერხდება და ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, რა ქვია, თუ ეს დაბჭერთ ჩვენს ისწავლებით, რომ აუცილებლად ბეჭდვითი სახით ეს მოხსენებები აიკრება. სამაც არის ბატონო, მე მინდოდა რომ დასკვით სიტყვაში მეკვა. აქტიურ მუშაობა მიმდინარეობს, განკოლიდებ გვაქვს სიტყვა. დარწმუნებული ამით ძალიან დიდ საქმეს გავუწევთ. ნამდვილად არ უნდა დაიკარგოს ეს გამოსვლები. მადლობა. აქ ბავშვებზე და ბავშვების თანხმებზე იყო ლაპარაკი. დღეს საპატრიარქოს უნივერსიტეტში ვართ, კიდევ ერთხელ მადლობა უნივერსიტეტს, რომ მიგვიღო და მithumetes გავიხსენებ ქრისტიანებულ ყოფილ რევოლუციონერ რუსწერას, რომელიც თქვა, რომ ერთი ბავშვის ცრემლი გადაწყვეტს
ყველა დანარჩენ ჭეშმარიტებას. ეს თქვილად ვნებოდია ეს ცნობილი გამონათქვამი დღევანდელ მსოფლიოში რა თქმა უნდა არის ომები, არ არის მშვიდობა, არის ერთი უბედურება. რაინდულ კოდექსში დასავლეთ ევროპულ რაინდულ კოდექსში აწერია, რომ არ შეიძლება არ დაიცვას რაინდმა ქალი და ბავშვი. ეს არის ისე, ესე იგი მეომარი რა არის, ეს არის ქრისტიანი მეომარი ფაქტობრივად. რომ არ შეიძლება მეომარმა არ თუ ის ღირსია რაინდის წოდების არ დაიცვას ბავშვი და ქალი არ დაიცვას. თქვენ ჩვენს რაინდულ პოემაში, შვეთა რუსთაველის სოფლის ტყავსანში ძალიან ბევრ სადაგლობას ჩაქეს დარიელი, ასე ვთქვათ, ბიჭყალებში ლაპარაკო პირველი, თუმცა ხშირად გაუკრიტიკებიათ ამის გამო. არასწორად სოფლის ტყავსანი მაგალითად კლავს უამრავ ადამიანს, შეაწუხეს და ასე შემდეგ. მაგრამ აი ასეთ ცოტა ზღაპრულ სიუჟეტშიც კი არსად არ არის, რომ რომელიმე გვირმა ბავშვი მოკლას, ან ქალი მოკლას, ან თუნდაც სერბოს აშორატობა მიაღებას. ასეთი რაღაც შეუძლებელი. იქ შეიძლება დევებს ებრძოდეს, ერთ მატრაფის მოქმედებით ასეთაც მოკლას, ბავშვი და ქალი როგორ შეიძლება შეურაცხყოფოს და სწორედ დღევანდელ მსოფლიოში ხდება უბრალოდ დაგეგმილი, გეგმაზონიერი ხოცვა-შლეტა ბავშვების და ქალების. ყველა ომს, ყველა დაბომბვას, ყველა შეტევას, ყველა გენოციდს ეს მოაქვს სწორედ. სრულიად არ ვამბობ დანაშაულებს იყოს, რომ ცხადია უდანაშაულო ბავშვი რა შეიძლება დანაშაულო იყოს ომში. სწორედ და ამაზე დუმა სახელმწიფოები და არ ახდენენ რეაგირებას. ალბათ ნორმალური სახელმწიფო იყოს დღევანდელი სამყარო, თვითონ ასეთ შემთხვევაში გაიხდება ომი და დაიწყო ვიღაცა ხოცვა-შლეტა ქალების და ბავშვების, იმ წუთში უნდა ამას გაერთიანება ძლიერი წინ აღუდგეს და გააჩეროს ეს ომი. იმიტომ რომ ამის მეტი რა უნდა გავაკეთოთ? შეიძლება იმსჯელო ეს ერი უფრო სწორია თუ ის ერი უფრო სწორია, ეს იდეოლოგია სწორია თუ ის მაგრამ ბავშვი არ უნდა მოკლა, ამას ხო სჯელობა არ ჭირდება, ეს უბრალოდ იდიოტი უნდა იყოს, რო არ ესმოდა. აი დღევანდელი სახელმწიფოები ამას არ აკეთებენ. როგორც კი რომელიმე ქვეყანა იმპერიალისტური ან რაღაცა სხვა მიზნებით დაიწყებს ხოცვა-შლეტას, მანდ მაინც უნდა რედაქციაში ამოხოცონ კარიკატურისტვის ადამიანები, რომ წინ აღუდგეს ამას მსოფლიო, ისე რომ ხოცავენ სოფლებში ბავშვებს, ეს ნაკლებია. ხო და აი ეს რა მეგონი არის ეს დიდი ქრისტიანი წერლის სწორი გამონათქვამი, რომ ერთი ბავშვის წრემლი გადაწყვეტს ჩვენს სამყაროს და ერთი ბავშვის წრემლი კი არა, ეს ომებში მეტი არაფერს არ აკეთებენ საერთოდ. რა ვიცი, ეს ყოველთვის ჩემი შეხედულება ამ დღევანდელ მშვიდობის თემაზე და კიდევ ერთხელ მადლობა უნივერსიტეტს მოგეყოდა იყო ჩვენთან ერთად.